ეს ბლოსკები რა არის? ხო, ეს რა არის? ესეც მოხატულია და დაყრილი გვაქვს ზევიდან სპეციალური ფხვნილი არის. არა, ეს ჯობია ამას ეხლა, რასაც ვუყურებ. ნუ ჩემი ხარისხიანია, ეს აბრეშუმია. დატრია და აი იმ კამერაში შეიძლება ვაჩვენოთ აბა იმ კამერაში. და აი ეკრანზეც მიდის შავა, ნახე არის ჩვეულებრივი. კი, კარგია. და აი ეს რა ეღირება? კაი, დავშვით არის მაისური ხარისხიანი, ხო? ამას ჩუქნით არ მუშაობთ ჩუქნით. არა, სხვა რაღაცას გეკითხები. ძალიან კარგი მაისურია. აი ეს მაისური ღირს 40 ლარი. მე რაც მაცვია? იმიტომ რომ არის სერიული, კი. სერიული. და რომელიც არის ინდივიდუალური, ექსკლუზიური ის ძვირი ღირს ერთ-ერთი არ მუშაობთ, უფრო ძვირფას ნაჭრებზე მუშაობთ, არის აბრეშუმი, ნატურალური, რომელიც აი ეს რა არის? აი ეს. ეს არ არის დამთავრებული და როდესაც დასრულდება? არ ვიცი ამის ფასი. ნამდვილად. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან ძვირი, იმიტომ რომ მე კეთი კეკელიას მოხატული პირდაპირ ეთერში. ასევე ჩემი მაისურიც მაგას რო თავიდანებო არის ექსკლუზივი. ეს ხო თითო იქნება აქ 2 ლარიან მაიკაზე და 10 ლარიან მაისურზე არ არის ლაპარაკი. ხო ხდება? საერთოდ ასეა, თითო-თითოს აკეთებთ ყველა. თითო-თითოს ვაკეთებთ და ამაზე ახლა სანამ მოვხატავთ, ვფიქრობთ საკმაოდ დიდი ხანი და ასე შემდეგ და დაშრომატევადია მე ამუშავებ და ასე შემდეგ. ესე დავხატეთ 2 ლარიანი ძალიან მარტივად მივდექი ამ საქმეს. უკაცრავად, მაგრამ ეგრე არ ხდება. აბა, ნინო, თუ მოდიან, აი არტარელის მასაც რო ხატავ. თუ მოდიან საკუთარი იდეებით, რომ მე მინდა ესეთი მაისური და შენ ამ დროს ხვდები, რომ არაფრით იქიდან კარგი არაფერი არ გამოვა. და საკეთებ ამ შემთხვევაში. იცით რა გამოსავალი ყოველთვის არის და თან ხვდებით მაინც რაღაც ნებისმიერ იდეაში შეიძლება საინტერესო რაღაც დაიჭირო. კეთი მე დამხატავ. იქიდან გამომდინარე უკვე ჩემებურად ვასრულებ ამას და ვეწავდა. რამე ხო არ არის განსაკუთრებით მოდაში დღეს. ზოლიანი მაისურები, ხო იცით როგორ ხდება ხოლმე? ხო, რო ავიკაცებთ ყველანი ერთბაშად რაღაცა. და გარეცხვა როგორ ხდება ამის? ჩვეულებრივად ხელის ანუ არ არის პრობლემა, ხო? აი ხა ეს აკვარელია თუ რასაღებავია აი ეს თითები. ტექსტილის აღებავია, ეს ანუ არ არის პრობლემა, რომ გაშრება არა, რომ გაშრება, შემდეგ უნდა ცხელი უთო. უნდა დამუშავდეს და მე არ არის პრობლემა. წვიმაში, გარეცხვაში არაფერი არ არის. არაფერი არ არის. რომელ ქსოვილზე უფრო მარტივია, აი ეს ცივი ბატიკისკენ. ეს ცივი ბატიკაა? კი, ეს თავისუფალი ტექნოლოგია ქვია ამ მეთოდს. არის კიდე დაკავებული? მე დავასრულე. ხელი. კეთი დაასრულე. არა ჩვეულებრივი ხია, კეთი. ბატონო შავარი, ხომ ამაზე უკეთესი მაისური. ერთად მივახატავდი, მაგრამ ვფიქრობ რომ ვერ მოვასწრებ და ამიტომ ერთი ხით შემოვიდა. პატარა ყვავი რო დახატო, აქ შეგიძლია აი ტიშკასავი. ძალიან მაგარი იქნება პატარა. იგივე ფერით, შეცვალო ფერი. არა, მე მგონი აი შავი ყვავი კაი იქნება. ქონიათ ესეთი ლამაზი მაისური. ხო, მიდიაბა? ეს როგორი? აი ესეთი ლამაზი. ესეთი ლამაზი მაისური ნამდვილად არ მქონია. ხო და თქვენ კიდე არ გინდათ რომ ჩაიცვათ. ეს მიმდინარეობა ხომ არ გაქვს შიში რომ საკუთარ თავს მალე ამოწიოს. იასმის კამსტარდლე. არანაირი შიში არ მაქვს. ეს თუ ამოწურავს იდეების მეტი რა არის და სხვა რაღაცას გავაკეთებ ჯერ ეს ერთი და ჯერჯერობით ამას არ მოუწურავს თავისი თავი და ძალიან გვსიამოვნებს ამისი კეთება და ოჩახ. ამიტომ თოლი ეს რა არის ეს თუ არა, მაგრამ ნუ ახლა ფუძვა არ მომცა ამის საშუალება, რომ ერთი წუთით, ერთი წუთით. თუ არა თუა თოლებს ძინავ რა, უცნაური ბუები არის. მაშინ ზე იყოს. ბუები. ნინო, უცხოეთიდან თუ გეხმაურებიან, ან თუ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც შენი მაისური იმდენად მოწონებიათ, რომ რაღაცა გამოხმაურება მოყოლია ამ ყველაფერს. ძალიან მოწონთ რომ აცვიათ ხოლმე ჩვენი ნამუშევრები უცხოეთში რომ ჩამოდიან, მე სულ გვირეკავენ, მადლობებს გვიხდიან, იმიტომ რომ ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ამიტომ ძალიან გვინდა რომ გავიტანოთ უცხოეთის ბაზარს. რაღაცებს წავით. ჩავა ქალის ხელების? არა, ვაფშე ვერ რაღაცებში რო ვერ ყვევი, ეგ რა დახატული ხელებია, ნამდვილი მაინც იყოს, სადაც. ვიზატყუებ თქვენ, წარმოვიდგინე. ეს ნამდვილია და ჯადოსნური, როგორც კეთი იყო. წარმოვიდგინო. კეთი რა იყო ჯადოსნური? ჯადოსნური ტელეფონის ნომერი. ჯადოსნური ტელეფონის ნომერი და ჯადოსნური ხელები გვაქვს. შეიძლება. წყალის გამოცვლის საშუალება გვაქვს პროდიუსერებო? შემიძლია ჩემი წყალი შემოგთავაზოთ? მადლობა. ძალიან გავერთე. ძალიან გავერთე, მაგრამ ჯობია ერთგვარი არტ თერაპიაც არის ეს. კი, რა თქმა უნდა. ძალიან ამშვიდებს, უბრალოდ ერთი პრობლემაა, რომ ჩქარობ, მინდა მოვასწრო
ჩემი შედევრის დასრულება. მაყურებელმა ნახოს, რომ არა მხოლოდ კარგი ოპერატორი ვარ, არამედ კარგი წამყვანი და ჟურნალისტი. მაშაალლა. აი. შნუროკები შევიკარეთ ვიფასდელი მაყურებელს. აი ასე. ყვავილები აქტუალურია, ისევ ერთი პერიოდი იყო ძალიან აქტუალური, აი ცხოველები, ჩიტები. ყვავილები სულ აქტუალური არის და ალბათ დარჩება, იმიტომ რომ და ეს ფერები, რომლებიც მე ავირჩიე ახლა, კი თან ზაფხულია, მით მე პირადად ძალიან მამშვიდებს და მსიამოვნებს აი ამ ფერებს. თავარი არის ეგ. თქვენ მოგეწონოთ და უნდა ყველაზე კარგი მასალა მაინც ალბათ აბრეშუმია. არა, უფრო კომფორტულად ხართ მუშაობის პროცესში, არა? არა, სულაც არა. და ალბათ ჯობია გადაჭიმო, როცა ხატვას იწევ. გააჩნია რას ხატავ. ეხლა ჩვენ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი გადაჭიმვა. მე მგონი, ნინო, არ ვიცი, აი როგორც დიზაინერმა მირჩიე, მე მგონი ჩემს ყვავილებს ძალიან მოუხდება ზოლები. მე არ მინდა რომ გირჩიეთ, თქვენ თვითონ უნდა დახატოთ, რაც თქვენ მოგწონდა, რაც გიყვართ რომ გამოვიდეს კარგი. მაშინ მადლობა. აი გუკა, როგორ ყველაფერში გამოგვადექი დღეს, მაგრამ მეც რა კარგად ჩაგანაცვლეს ამაგიეროთ. კი ბატონო, თუ აი ასე, მე დამრჩა ბოლო ყვავილი და მე ისევ არ უღალატებ შენს ახალ მიმდინარეობას თუ რა ქვია. სტილს და ისევ ზოლებს კი ბატონო გავაკეთებ მაისურზე. ცუდია ახლა ეს მაისური? გადასარევი შალვა უნდა შეაფასოს. ბატონო შალვა. შალვას თუ არ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი. ძალიან გვინდა რომ მოგაწონოთ ეს მაისური. რა მაისური უნდა მომაწონოთ? რომელი აბა? ქეთის მაისური მომწონს უკვე. ეს თითები არ. ჩემი არ მოგეწონა შენ მე რაც მაისური. თითები ძალიან საინტერესო ვარ თავისთავად. აბა რა გინდა რითი ხარ უკმაყოფილო? რითი ხარ უკმაყოფილო? რა ვიცი, რაღაცებს ჩალიჩო. მე დავასრულე. აბა ჩაიცვი. არა, ჩაცმას ვერ მოვახერხებ. ძალიან ლამაზია. აბა როგორია? ძალიან ლამაზია, ქეთი. ჩვენ შენ ფარული ნიჭის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცოდი. ქეთი წამყვანობა თუ არ გამოგივიდა? აქ აღმოვაჩინეთ რომ ქეთი არაჩვეულებრივად უვლის ყვავილებს და მცენარეებს თურმე და ეს არის მისი გატაცება და ასევე ყოფილა ძალიან დიდი მადლობა დავიხონძრე ძალიან კარგი ყველაფერი კარგად გამოდის მეტნაკლებად. ეს რა არის ნინო? ეს არის სტილოზე შესრულებული ნამუშევარი. ეს არის სუფრის დეტალი. ეს არის ერთ ფერზე თუ შემდეგ არის დაფერილი? არა, ერთი ცისფერი ფონია და შემდეგ არის დაფერილი უკვე სხვადასხვა ყვავილებით. და ეს არის სპეციალური საღებავები, ხო, როგორც მივხვდი განსხვავებული. აბა დავასრულოთ ახლა. არა, ერთი წუთი შალვა ძალიან. აბა ქალებო, დაამთავრეთ. ხედავ? შალვა, ხო, თემა გვაქვს ფემინიზმი და ამიტომ იყავი. რა გვაქვს? ფემინიზმი გვაქვს ხვალ თემა და მე მიკეთებ მაგას. შენ გიკეთებთ ამას, ამიტომ დღეს ძალიან ნუ გაგვაბრაზებ. ცოტა გვადროვე, დავასრულოთ ჩვენი ნამუშევრები. რა დაასრულო, დამთავრდა უკვე, დაგიჭერა, ნიუსი მოდის. დამთავრდა, მორჩა, გეყოფა. ნიუსის წამყვას არ უნდა ასეთი მაისური? ნატას მე მინდა ეხლა ნინო ვარდოსაინძის უფრო მემეტება. ნატას აქვს ჩვენი კაბა სხვათა შორის. აი, საღებავებიც. აი, ბოლო რამდენიმე შტრიხი დამრჩა. ეს როგორია? ეს მაისური გახდა. რაღაც განსაკუთრებული მეთოდია? აი, ესე შეგიძლიათ. ზოლიანი. მაგრამ სველს საღებავიანი იმაზე შეიძლება მოვაყაროთ. ხო, არა, ჩემს შემთხვევაში ფერები მე მგონი არ მოუხდება, ამიტომ უბრალოდ ტექნოლოგია ან თუ გნებოთ დამატეთ კიდე რამე ფერი და მე ეგ მოვაყარეთ. შეაფასეთ რა ჩემი შემოქმედება. გვანახე აბა. გვანახე, რაღაცებს ჩალიჩო არ გვანახე. იცი რა, ვერ ვწევ. აი, ნახე, უყურე. ყვავილები და ლურჯი ხაზები, ხო? სარეცხის თემზე გაფენილი ყვავილები. აი ესე მინდა ცოტა რომ ესეც შეიძლება. თოვლის შეიძლება. დიდი რაც გინა დავა. რაც მინდა ის შეიძლება. სრული თავისუფლება. მია, მოაყარე. მარილი. კაი, გეყოფა, დაგვიჭერენ ახლა, არ გინდა. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ დაგვიჭირონ, არა უშავს შალვა. დიდი მადლობა ძვირფასოთელი მაყურებლებო. შენ შემოგიგზავნე წიგნები, რაც დავარია და საღებავები და ფუნჯები. ნიუსის, რა გიღა ნიუსის პროდუქცერები ძვირფასო